თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან ამ წუთებში გაფიცული სტუდენტები და გაფიცული ლექტორები იმყოფებიან და ისინი მოუწოდებენ იმ სტუდენტებს, რომლებიც ახლა აუდიტორიებში სხედან და ლექციებს უსმენენ, რომ აუცილებლად ყველა უნდა გაიფიცოს, ვინაიდან რეჟიმის წისასტიკე მათაც მისწვდებათ და მათამდეც მიაღწევს. ამ წუთებში მეხუთე კორპუსის შესასვლელთან მოტანილი აქვთ მაგი და აქ არის დებატების მაგი და იწვევენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებელია განსხვავებული აზრი ჰქონდეს გაფიცვასთან დაკავშირებით და ამ დებატების დროს ბუნებრივია მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ როდესაც ზვიად ცეცხლაძე იმყოფება პატიმრობაში, მაშინ როდესაც ახალგაზრდებს რეჟიმი სასტიკად უსწორდება ქუჩაში, ახლა სიჩუმის და აუდიტორიებში ჯდომის დრო არ არის და აბსოლუტურად ყველა სტუდენტი უნდა გამოვიდეს გარეთ და ბუნებრივია გაფიცვის შემთხვევაში ეს იქნება გარკვეულწილად კრიზისი და ის შედეგი, რომელსაც თითოეული უნივერსიტეტი მიაღწევს. აქცია გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ამ სტუდენტებმა შემოიარეს უნივერსიტეტის აბსოლუტურად ყველა კორპუსი და ყველა კორპუსის სტუდენტს გააგონეს საკუთარი ხმა, რომ ახლა ლექციებზე ჯდომის დრო არ არის და ყველა უნდა აპროტესტებდეს იმას, რომ რეჟიმის პატიმრები იმყოფებიან ციხეში და ქართული ოცნება მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ებყრობა სასტიკად. პრობლემა არის ეს, რომ ხვალ ზეგ მაზეგ შეიძლება რეჟიმის ხერხული გავხდეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, არსებობს ისიც, რომ სწავლა გვჭირდება და ასე შემდეგ, თუმცა ამ სწავლას ვერ გამოვიყენებთ ესეთ ქვეყანაში. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს და იმის გარდა, რომ ჩვენ საღამოს ლექციების მერე ვიაროთ აქციებზე, დილითაც, როდესაც სასწავლო პროცესი წარდება, ჩვენ არ შევიდეთ აუდიტორიებში და გავიდეთ და საპროტესტო აქცია გავმართოთ ამ დროს. ასე რომ მთავარი სათქმელი იქნება, რომ დატოვეთ აუდიტორია და გამოდით გარეთ, იმიტომ რომ სამშობლოს ჭირდებით. ზვიად ცეცხლაძე ყველა ხელში მოხდა, შეიძლება ყოფილიყავი მე, შეიძლება ყოფილიყო თესეოს ნებისმიერი სტუდენტი. ამიტომ ახლა ჯგუფი თავისუფალი აუდიტორია ცდილობს, რომ ეს სტუდენტობა ერთ წრეში მოაქციოს და ერთობლივად ამოაღებინოს ხმა რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ტარდება სემინარები და ლექციები, რასაც ვეწინააღმდეგებით ჩვენ და ამის შესვლა გსურს. სხვადასხვა გზები არსებობს ამის და ყველაფერს მაქსიმალურად ასე ვთქვათ შევეცდებით. გაფიცულ ლექტორთა რიგებს მივეკუთვნები და ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვიაზრებთ, რომ ეს გაფიცვა ქმნის კრიზისს. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დავიწყოთ ერთად საუბარი, როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს კრიზისი და თითოეულმა ჩვენგანმა რა როლი შეიძლება შევასრულოთ აი ამ კრიზისთან გამკლავების პროცესში. რა თქმა უნდა, ცალსახად დასაგმობია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ტერორი და ასევე ცალსახად დასაგმობია ის ფაქტი, რომ ჩვენ ნელ-ნელა ევროპას ვშორდებით. როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემები და შეფერხებები ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იფიცებიან, ვინაიდან ჩვენთან საუბრის დროს მათ შორის სტუდენტები აცხადებენ, რომ მთელმა რიგმა ლექტორებმა გამოცდების აღდგენის შესაძლებლობა არ მისცეს იმ სტუდენტებს, რომლებიც იყვნენ გაფიცული, ამიტომაც ესაც ერთგვარი შეფერხება არის ახლა აუდიტორიებში მსხდომი სტუდენტებისთვის, რომ აქ ვერ არიან, ვინაიდან ლექტორების დიდი ნაწილი მათ გამოცდების აღდგენის საშუალებასაც კი არ აძლევს, თუმცა სტუდენტების დიდი ნაწილი შეიძლება დღეს ახლა ამ აქციაზე არ არის, თუმცა საღამოს აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა ახალგაზრდების ყოველთვის იმყოფება პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. ხვალ თესეუ სტუდენტები მაღლივ კორპუსთან მივლენ, იქაც გამართავენ დებატების მაგიდას და იქაც მოუწოდებენ სტუდენტებს, რომ ახლა ყველა უნდა გამოვიდეს აუდიტორიას და საერთო სახალხო პროტესტის მონაწილე უნდა გახდეს.